გამარჯობა, დღეს 29 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1973 წლის 29 მარტს დაიბადა ყოფილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი და ამჟამად ფეხბურთის მენეჯერი მარკ ოვერმარსი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის აიაქსი, არსენალი და ბარსელონა. მას მოგებული აქვს ნიდერლანდების ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის პრემიერლიგა. 1790 წლის 29 მარტს დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეათე პრეზიდენტი ჯონ ტაილერი. 1945 წლის 29 მარტს დაიბადა ამერიკელი ყოფილი კალათბურთელი ვოლტ ფრეიზერი. ის ლიდერობდა ნიუ-იორკ ნიქსს, რომ მოიგო გუნდის ისტორიაში პირველი ორი და ჯერჯერობით უკანასკნელი NBA-ის ჩემპიონობა. ვოლტ ფრეიზერი ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში შეყვანილი იქნა 1987 წელს. 1976 წლის 29 მარტს დაიბადა ამერიკელი ყოფილი ჩოგბურთელი ჯენიფერ კაპრიატი. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი მოიგო. ის 2001 წელს გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. 1993 წლის 29 მარტს დაიბადა ბელგიელი ფეხბურთელი ტორგან აზარი. ის თამაშობდა ჩელსიში, დორტმუნდში და პსვ-ში. ამჟამად ანდერლეხტის ღირსებას იცავს. ის არის ცნობილი ფეხბურთელის ედენ აზარის უმცროსი ძმა. 1991 წლის 29 მარტს დაიბადა ფრანგი ფეხბურთელი ენგოლო კანტე. მან 2016 წელს მოიგო ინგლისის პრემიერლიგა ლესტერთან ერთად, რაც წარმოუდგენელი მიღწევა იყო. შემდეგ გადავიდა ლონდონის ჩელსიში, სადაც მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და სხვა ტიტულები. მან 2018 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად. 1996 წლის 29 მარტს დაიბადა ამერიკელი კალათბურთელი ვეიდ ბოლდვინ მეოთხე. 1929 წლის 29 მარტს დაიბადა ქართველი სპორტსმენი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი გივი კარტოზია. ის იყო ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის 4გზის ჩემპიონი. გივი კარტოზია იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის. 1899 წლის 29 მარტს დაიბადა ქართველი და საბჭოთა პოლიტიკური, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, სოციალისტური შრომის გმირი ლავრენტი ბერია. 1925 წლის 29 მარტს დაიბადა ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე დავით ციმაკურიძე. ის იყო საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საპატიო ნიშნის ორდენის, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი. დავით ციმაკურიძე იყო პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოდან და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირიდან.